ახლა უნდა მივულოცოთ ტელეკომპანია იმედს, რომ ვინ არის მეხუთე სეზონმა აჩვენა მართლა წარმოუდგენელი შედეგი, ეს არის რეიტინგში რეკორდული მაჩვენებელი. სატელევიზიო შოუებში ეს იყო ფინალური შოუ, დამსწრელი გავხდით საოცარი სანახაობის. ციფრებით სხვა დასტურებს ამ ყველაფერს, რომ რეკორდულია და ის სანახაობა მაყურებელმა რა პერსონაჟები ნახა, პერსონაჟების მიღმა, რა ადამიანები და რა შემსრულებლები აღმოჩნდნენ, ხო, აი ეს იყო ნამდვილად საოცარი. თითოეული პერსონაჟი გახდა ძალიან დასამახსოვრებელი, გამორჩეული და ახლა გამორჩეული მინოტავრი უნდა მოვიწვიოთ სტუდიაში. ფინალისტი გიორგი ძოწენიძე, რომელიც სწორედ რომ მინოტავრის კოსტიუმში იმალებოდა და მისი მეუღლე მია მაჩაბელი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა რომ მისი მეუღლე. გამარჯობა, მობრძანდით. როგორ გრძნობთ თავს ფინალური შოუს შემდეგ? არაჩვეულებრივად. და როგორ გააოცეთ, როგორც ოჯახის წევრები, ისე მთელი საქართველო. მეცი დავიწყოთ რა. აი ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს, ხო, მეც გამომიულია და მაინტერესებს როდის გაიგე? შენც არ იცოდი? ხო, აჩიკოს. არ ვიცოდი, მე ფინალამდე არაფერი არ ზუსტად თან აჩიკოს მეორე ადგილზე გავიდა. კი ბატონო, თან ყველას ვეჭხობა, ვინც მივხვდი რა იცოდა ტელევიზიაში უგულისხმო. პირველ რიგში ხო რაღაც ისეთ ადგილას ვიყავით ჩვენ, რომ რაღაც კონცერტები, რაღაცები ეს რო გავიგე და ემოციურად ვიყავი, ძალიან დამუხტული და უცებ რაღაც ეს მინოტავრი ჩემი ფავორიტი იყო თან და კი ფავორიტი იყო ჩემი და ამდენი ხანი თურმე ჩემს მეუღლეს გულშემატკივრობდი და არ ვიცოდი ეგრეა ეს იყო ჩემთვის არ ვიცი ერთად იყო ბედნიერებად ერთად მოვიდა და გაბრაზებად გაბრაზება იყო იმიტომ რომ სად იყავი ანუ როდის მიდიოდი მე რას მეუბნებოდი და არ ვიცი ეს იყო ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნო და ესეთი აღმართვანებელი და მეორე მხრივ გაუბრაზდი რომ ესე კი შენმე მომაჭრე. ერთ ეპიზოდში არ გიეჭვია რომ გიორგი ერთ ეპიზოდში თიკასთან ერთად რო იმღერა ოპერის ეს მონაკვეთი სახლში რაღაცებს ერთი რამდენიმე წლის განმავლობაში ესე იცოდა ხოლმე რომ ჩვენს პატარა გოგონას ანიტას ემაიმუნებოდა და მღეროდა ხოლმე და მან რაღაც დავიჭრე და ჩავუკვდე. ვკითხე მეთქი შენ ხო არ ხარ ხო და არაო, საცალიაო, ხო იციო, მიაო, როგორი გადარბენები მაქვს. და გიორგი, კარგი. მართალია თქო, ის მეც დავეთანხმე. გიორგი, მე უკვე აი ქრიფ რო იმღერა, მან უკვე მეთქი სო, შენ ხარ და თუ შენ ხარ, იცოდე, უნდა გადამირჩე და იქაც არაო, ხო? არა, ხო, ბოლომდე სანამ ნიღაბის, აი ნიღბის მოხსნის პროცესში მეთქი შენ ხარ და არაო, კიდე მაგაზე ვუყურებ. ყოჩა. გიორგი, რანაირად ეს ყველაფერი? საოცარი თავგადასავალი იყო, ხო, არ ვიცი, აი მე ვიცი რომ მაყურებლისთვის ეს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი და დიდი საჩუქარი, ხო, ამ ტელევიზიისგან, რომ ესეთი საოცარი პროექტი, ასეთ საოცარ პროექტებს შუქნის ზოგადად ეს ჩემთვის კიდე და ისედაც ვფიქრობ რაღაცნაირად განსაკუთრებული პროექტი, იმიტომ რომ არაფერს არ გავს საერთოდ. ეს ისეთი გამოცდილებაა ჩვენთვისაც. ჩვენ ცხოვრებაში ვერასდროს ვერ მივიღებთ მსგავს გამოცდილებას დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ნუ მინოტავრი მეორეჯერ მეორეჯერ ხო, როგორც მინიმუმ, ხო, შეიძლება რაღაც სხვა კოსტიუმში ვაღავაკრავ. ესე იგი, ეს არის საკუთარი თავის გამოცდაც, ეს არის არაჩვეულებრივი პროფესიონალებთან შეხება. არ ვიცი, ვინ შეიძლება რომ არ ითქვას აქ ეს კოსტიუმების ხატვა არის, ეს არაჩვეულებრივი გენიოსი ადამიანები. მაგრამ ვაღიაროთ თუ მინოტავრი ძალიან მოგიხდა რა, აი ზუსტად საშენო კოსტუმი იყო, იმიტომ რომ სხვათა შორის რო დავინახე, მეც თავიდანვე ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ რაღაცნაირად რაღაც სიძლიერის სიმბოლოა. შინაგანად ჩემს ხასიათს ატარებდა ნამდვილად და თან მის ხასიათს ნომრები შეასრულეთ. ახლა მართლა ესე ხო არ არის, ძალიან დატვირთული, თან განსხვავებული მთლიანად საკუთარი იმიჯისგან, გარდა იმისა, რომ ვერ ვცნობთ, აი დატვირთული რაღაცნაირად საერთოდ სხვა იმიჯით გნახეთ. მაგრამ გაიხსენით იცი რა მოგონა გიორგი? კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. გაიარე უკვე მიმღერე, გაიარე ვინ არის და ვინ არის აჩვენე რომ ცეკვაში გაქვს ისეთი შესაძლებლობები რომ შემდეგ ნუ ეხლა ცეკვავენ ვარსკვლავებს და გამოვიდეს. მე მგონი აქამდეც არ არის. ხო, როგორ აიცით, სხვათა შორის მართლა ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის შესრულება, მაგრამ ძალიან გამემარტივა საქმე იმ ადამიანებს, ვის ჩვენთან ერთად მუშაობდნენ. ხო, აჩიკო ეხლა არის მართლა საოცარი. გარდა იმისა, პიროვნულად არაჩვეულებრივი ადამიანი, როგორც პედაგოგი და როგორც პროფესიონალი, ასევე როგორც პედაგოგი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ იმდენად მარტივად მიხსნინა ამ ყველაფერს, როგორ უნდა მემოძრავა სცენაზე, რომ არ ვიცი, ძალიან მარტივი იყო ჩემთვის. საოცარი მუსიკის პედაგოგები, მათი დახმარების გარეშე
უბრალოდ შანსი არ არის, რომ ესეთი რაღაცები შეასრულო, ხო, რამდენადაც შესაძლებლობა არ უნდა ქონდეს. ძალიან კი მაქებდნენ და ასე ვთქვათ, სტიმულს მაძლევდნენ, მაგრამ კანი ერთი წუთი სცენას დაანები, თავიდან მოყევი ოჯახური ამბები. ეხლა როგორ ახერხებ ამას? ხო, უნდა რაღაცა დრო უნდა გამო, აი რანაირია ეს? თან საკმაოდ დიდი დრო. საკმაოდ დიდი დრო, რას ეუნები? ან რო პირველად რო ჩაგიგდო ეს ვიდეო, როგორი იყო შენი რეაქცია, რა გაიფიქრე და ასე შემდეგ. როგორ იყო, იცით, ეს ჩაწერების პერიოდი ძალიან ემთხვეოდა ჩემი კონცერტების პერიოდს. ისედაც ძალიან გადარბენა მქონდა და ხო, რაღაცნაირად თან იანა ძალიან დამეხმარა ჩვენ. ძალიან დატვირთული ვიყავ მაგ პერიოდში, დილით რო გავდიოდი საღამოს, ბრუნდებოდი, საღამოს ამას კონცერტი ქონდა, გვიან ჩამოდიოდა და აი რაღაცნაირად გაძურა. ძალიან მობილიზებული, ძალიან ორგანიზებული ვიყავ. თან ჩვენ ხო ყველას ხა მაყურებელმა შეიძლება არ იცის, ჩვენ ყავს თითოეულ მონაწილეს ჩვენი მენეჯერი ასე ვთქვათ. მე ძალიან გამიმართლა იანაში, რომელიც არ ვიცი, აი იანაში ჩვენ საერთოდ გაგვიმართლა. ჩვენს იანაზე არის მისი შენ იცი რომ იანას სახელობის სკვერი არსებობს, ცოცხალი ადამიანის სკვერი? მართლა? კი, იმიტომ რომ იმდენად იანაში ჩვენ ყველას გაგვიმართლა. მე იანა იყო თქვენი პატრონი ესე. ჩემი პატრონი იყო კი და რა ვიცი, მეგობარი, დედაც და ყველაფერი აბსოლუტურად რა. მისი ძალიან დიდი დამსახურება რომ ეს ყველაფერი ასე ორგანიზებულად და ოპერატიულად მოხერხდა. ხო, მიამ რო ვერ გაიგო ეს იმის ბრალია რომ სულ რაღაც კონცერტი მქონდა ისედაც და მარტივად ვახერხებდი ნახევარსაათში წერდი ხოლმე სიმღერას და ნახევარსაათში ვრეპეტიციობდი ცეკვას. და მია რომ მირეკავდა და უსვათ რო ვერ პასუხობდი 1-15 წუთში დავერეკავდი ხო მიას რატო მიას როგორი ნდობა ხედავ რომ 100%-იანი ხო. ეგდობა იცი სად თან დაიწყო რომ მეუბნება შენ თუ მე ესე მათყუებ თქო მან დავცირა მქონდა. ხო ჯერ შენ თქო თან როცა მეუბნება რომ რეპეტიცია აქტიურად მუშაობენ ბიჭები თან სულ რაღაც ახალი რეპერტუარი აქვს და ყოველთვის ახლა როცა მეუბნება რომ რეპეტიციაზე ვარ შენც აღარ თუ მე არ მეტყუებ და მართლა რეპეტიციაზე უბრალოდ მე ურსას რეპეტიცია მეკონა. არა მაგარი იყო არ ვიცი აი იმდენად დღემდე ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ემოციების ქვეშ რომ ასე დაალაგებულად საუბარი მართლა მიჭირს ამაზე მაგრამ უდიდესი საჩუქარი იყო ჩემთვის ნამდვილად ფინალის ემოციები საიდან მეტი იყო შიგნიდან როდესაც ამ მინოტავრში იყავით გამოკეტილი თუ გარედან რაც ხდებოდა და ისმოდა და ეს ემოციები მოდიოდა როგორც აუდიტორიისგან ასევე დეტექტივებისგან და ასე შემდეგ. ხო იცით რა მართლა მანამდე ფინალამდე ისე დიდად მაინც და მაინც არ მინერვიულია იმიტომ რომ არ ვიცი რატო რაღაცნაირად თავისით მარტივად თითქოს მიმიყვანა რა იმ ხალხმა ხო რაღაცნაირად ვთქვათ ხმები მოვცეს და ფინალში განსაკუთრებით ძალიან დიდი ღელვა იყო და ძალიან მინერვიული განსაკუთრებით აი მესამე ადგილი რო გამოაცხადეს ხო ხალბატონიანო ორნი რო დავჭით და უკვე არ ვიცოდი თან ძალიან ძლიერი იყო მართლა ეს ლაზიერი რა არ ვიცოდი ჯერ ხალბატონატორი შენ ლაზიერზე გქონდა რამე აი შენი წარმოდგენა არა მაგრამ ნუ უძლიერესი იყო რა ფაქტი იყო რომ დიდი შანსი იყო რომ ჩემთვის მოიგო და ესეც მოხდა და ძალიან მიხარია რა ღირსეულიკაცია ხო ხედავთ აი ძალიან არა მართლა იმიტომ არა რომ ჯერ ერთი როგორც ადამიანი ისედაც გამარჯვებული და არ ვიცი ლეგენდარული მომღერალია ნუ ალბათ გასაგებია რა თქმა უნდა როგორც ასე ვთქვათ ის ხო კიდე სხვა სფეროა მე ხო ვიცი ეს რა არის აქ ამ კოსტიუმში შენ რო უნდა გააცოცხლო ეს კოსტიუმი და გარდა ასე ვთქვათ გარდაიქმნა შენ თვითონ ყველა ტურზე სხვადასხვანაირად ჩემზე მაგარი იყო აი ნამდვილად რა ვაღიარებ და ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას ხო და მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ველავდი რომ იქ შეიძლება და მე მომეგო ხო იყო რაღაც შანსი იქ რა თქმა უნდა როცა ფინალში ხარ და ორი ხართ ორივეს გაგვთანაბარი შენს რატო იყო მინოტავრი თქვენი ფავორიტი აი რა იყო ამის საყვარლად იცეყვა იმ ეპიზოდში რომ იცეყვა რომ მეთქი ეს რა საყვარლობაა თქო მინოტავრი უფრო საყვარელია თუ გიორგი ხო და გიორგი რა თქმა უნდა მინოტავრმა რატომ მოხიბლა მოდი გიორგიზე და მიაზეც ვისაუბროთ ცოტა ხო მინოტავს რო გავსეთ იმიტომ რომ ნუ გიორგი არ ვიცი წარმოუდგენლად მოკლე დროში მოიპოვა უზარმაზარი სიყვარული მართლა მთელი ერის. რამდენიმე წუთის წინ ეთერ შემოსვლით ვსაუბრობდი რომ სადღაც მოვისმინე შენი სიმღერა თქო და მე მივხვდი რომ რაღაცას უყვებოდი და სადღაც კი არა ყველგან ყოველწამიერად ვისმენ შენ სიმღერას გიორგი და ეს რა არის თქვენთვის აი რას ნიშნავს იმიტომ რომ აი წნეხია ცოტა იჭიმებით იძაბებით გიხარიათ იმიტომ მარტო სიხარული არ არის სადღაც მე ყველგან შენი ქმარი რო კი ძალიან სასიამოვნოა
მაგრამ ვამბობ, რომ გიორგის აი ამ პოპულარულობამ შემაცვლევინა პროფესია თქო. აბა რა იყავს და რა გახდის განმავლობაში პროფესია, ჩემი პირველი პროფესია არის ჟურნალისტიკა და ჟურნალისტობა მინდოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და აი ეს თავისით მოსული ცნობადობა რაც არის, მივხვდი რომ ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან არასასიამოვნო. მაღაზიაში რო გადიხარ სადმე, სულ გიორგის მეუღლე ხარ და ცოტა წნეხი აღმოჩნდა ჩემთვის და შევიცვალე მთლიან პროფესია, გადავედი ფსიქოლოგიის მიმართულებით და რაღაც ეს ჩემი მყუდროის მომწონს გარემო. მაგრამ გიორგისთან ერთად ყოფნა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მიხარია, რომ ესეთი თბილი და ერთგული გულშემატკივრები ყავს. ძალიან სასიამოვნოა. უბრალოდ ჩემთვის ეს თავიდან არ ვიყავი მზად და გიორგი ამისთვის 15 წლის განმავლობაში ემზადებოდა და რა თქმა უნდა გიორგი მზად იქნებოდა. უბრალოდ მე არ მქონდა გაცნობა. ორი შვილი ყავთ ხო? როგორ გულშემატკივრობდნენ? 4 წლის უფრო ალბათ, როგორ გულშემატკივრობდა მინოტავს, როგორც ვიცით, მოსწონდა როგორც პერსონაჟი. ბოლოს ნახა უკვე ფინალში ნახა და ეს ნიღაბი რომ მოიხსნა და მამა დაინახა. ისეთი ხტუნაობა დაიწყო, ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი აღფრთოვანებული იყო, რომ ბაღში ყველას უთხრა მამა ჩემი მინოტავრია. გიორგი, მე და გიორგის მქონია კვეთა სხვა პროექტზეც და რამდენადაც ახლა საუბრობთ, რომ ღირსეულიაო გიორგი მას ეს შეაფასა ჩვენმა გიორგიმ ამ შემთხვევაში და ასე შემდეგ და პროფესიონალი ნამდვილად და ეს არაჩვეულებრივი ადამიანი იმდენად მე მეჩვენება რომ ცოტა მკაცრიც არის და მოთხოვენ სცენაზე რო დგებოდა ხოლმე რაღაცნაირად ეცვლებოდა იქ თავისი აურა და აი ორიენტირება. მაგითო თქვი, მინოტავრი ძალიან უხდება. კი, მაგრამ სახლში მაინტერესებს როგორი არის მიასთან, ბავშვებთან, ანუ ესეთი მკაცრი და მომთხოვნია თუ იქაც ისეთი რბილია როგორი ჩვენ ყველა ვიცით. არა, სახლში ძალიან რბილია. კიდევ უფრო რბილი ვარ სახლში ხო. ბავშვებთან ვიმართებით, ზოგჯერ მგონია ხოლმე 4 წლის ხდება ანიდასნაირად. ისე იქცევა ხოლმე რომ გიორგი ხა ჭკვიანად იყავი. არა ორიოთ. და ანდრიასთანაც ანდრიასთან კი, ანდრიასთან. ერთადერთი სადაც ის ჩემი მტკიცე ხასიათი მაქვს, ეს არის სცენაზე კონცერტის დაწყების წინ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. და ხო, რაც მოთხოვნა გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს, იმიტომ რომ ეს ხო ნახე, აქედან გამომდინარე ერთი ესეთი კითხვა გამიჩნდა, ეხლა თქვენ რო საუბრობთ, მაშინ ვიფიქრე. და ნუ სამწორად თქვა, შენ ხარ რაღაცა ძალიან უყვარხარ ჩვენ ხავს, ხო ეს ახალი ამბავი არ არის. და აქედან გამომდინარე, შენ როცა ამბობ იმას, რომ ამ სცენამ ბევრი რამე მოგცა, ვინ არის გულისხმობ, ძალიან ღირსახსოვარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძნელია შენი გაოცება დღეს სცენაზე, ბევრი ემოცია გინახავს. მაინც რა იყო განსხვავებული როცა სცენაზე გადიხარ, არ ვიცი, ხა ზუგდიდი იქნება თბილისი თუ რა ხდება, ხო? აი აქ რა მიიღე განსხვავებული, რამაც ეს სიტყვები გათქმევინა. არაჩვეულებრივი კითხვაა, აი ასე გიპასუხებთ. მე 15 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, უფრო მეტი, მაგრამ ნუ ჩემი ჯგუფთან ერთად 15 წელზე უკვე 16 წელია. ვცდილობთ რომ ისეთი რაღაცები შევქმნათ და ასე ვთქვათ, ისე წარვდგეთ ჩვენი მსმენელის წინაშე, რომ მათ თავი ყოველ ჯერზე ასე ვთქვათ მოვაწონოთ. მათთვის სასიამოვნო რამ ვიმღეროთ. ჩვენი ქცევა იყოს მათთვის სამაგალითო ან მოსაწონი როგორც მინიმუმ და ასე შემდეგ და ამისთვის ძალიან დიდი ხანი იყო საჭირო ჩემთვის და ახლა ამ შემთხვევაში მინოტავრის შემთხვევაში ეს იყო აბსოლუტურად ახალი არსება, ადამიანი რომელთან ერთადაც ჩემი დაგროვებული თვისებებით, ხო, რაც ქონდა ეს სასიმღერო იყო თუ სასცენო მოძრაობის თუ რაღაცა ესეთი, ხო, თან შეზღუდული ვიყავით მოძრაობაში, ყველაფერს ვერ ვაკეთებდით ისე. ესე იგი, რამოდენიმე გადაცემაში უნდა, ასე ვთქვათ, შემეყვარებინა თავი ამ ადამიანებს. ხო და ძალიან დიდი გამოწვევა იყო მართლა რა და ბოლოს გრძნობდი სიმართლე გითხრათ, აი ბავშვები ვინც ისხდნენ თქო დარბაში გზნობდი რომ უყვარდათ უკვე მათ მინოტავრი და ეს ჩემთვის რაღაც ძალიან დიდი გამარჯვება იყო იმიტომ რომ ეს მინოტავრი ასე თქო გავაცოცხლეთ ამ თან კეთილი და საყვარელი იყო თან ხო გიგანტურია ეს რქები მაგრამ თან ძალიან კეთილი და საყვარელი ეს გარდაქმნა მოახერხეთ ნამდვილად და იმ სკალსა მაინც კი ხო იმიტომ რომ თავიდან 15 წელი რაც იშრომა ურსასთვის ანუ თავისთვის მინოტავს ერთ პროექტში შეაყვარა თავი არა მე უფრო ისე ვიტყოდი 15 წელი რაც იშრომა რომ ურსა ყოფილიყო და გიორგი ძოწენიძე ერთჩვენია დღეს მივიდა ამ პროექტში, მაგრამ ეს აღარ უნდა იყოს. დაიწყო ამაზე მუშაობა, როგორ დაენგრია, მაგრამ ესეც არაჩვეულებრივად გამოგივიდა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა, შეიძლება დრო ცოტა არის დარჩენილი და გეუნებია
მადლობა. იცის თავის უბრალოდ აი მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ამ პროექტის თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა და ყველა მხარდამჭერს. თავის, არ ვიცი, სპონსორებით, ყველა ადამიანი, ყველა ორგანიზაცია, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო და ამ ადამიანებს ჩვენს მაყურებელს ერთ საოცარი მუსიკალური და შოუ თავგადასავალი აჩუქა. მადლობა თქვენ, მადლობა, მადლობა. მადლობა, წარმატებები წარმატებები, გილოცავთ ახალ წელს და წარმატებები. შევისწოროთ რეკლამის